თბილისში C-ჰეპატიტის პირველი სერვის ცენტრი გაიხსნა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, C-ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი განსხვავებული ეტაპი იწყება. დავით სერგეენკოს თქმით, სერვის ცენტრში პაციენტებს რეგისტრაციის გავლა და სათანადო მკურნალობაში ჩართვა შეეძლებათ. C-ჰეპატიტის სერვის ცენტრების გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბიდაა დაგეგმილი. აქედან მოხდება რიგების მართვა, აქედან მოხდება პაციენტების გადანაწილება სხვადასხვა კლინიკებში და ეს მოგცემს საშუალებას თუ ადრე მკურნალობით თვეში 1000-1500 პაციენტს, ხა დაახლოებით 2500-3000 პაციენტს უმკურნალობთ. პრაქტიკულად ყველა ოჯახს შეეხო C-ჰეპატიტი და ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ რამოდენიმე წელიწადში და დაახლოებით ალბათ 5 წელიწადში ჩვენ ვქნებით პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ვიტყვით, რომ C-ჰეპატიტი არ არსებობს. სოციალური მომსახურების სააგენტო ხსნის ახალ სერვის ცენტრს, რომელიც მოემსახურება იმ პაციენტებს, რომლებიც ჯერ არ არიან ჩართული პროგრამაში. სერვის ცენტრში იმუშავებს 10 ოპერატორი და შესაბამისად ასე პერსონალი, რომელიც ოპერატიულად გაუწევს მომსახურებას C-ჰეპატიტით შეფუთულ პაციენტებს.